კულტურის სამინისტროში ქართული დელეგაციის პარიზში ვიზიტი შეაჯამეს. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორთან შეხვედრისას საუბარი შეეხო სახელმწიფო პროგრამას, რომელზეც სამინისტრო უკვე მუშაობს. იმჯერეს გელათის რენომინაციის პროექტზე, რომელიც იუნესკოს თებერვალში გადაეგზავნება. კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც არის ჩვენს ან ნებისმიერ ქვეყანაში, ეს არა მარტო ჩვენი ან ნებისმიერი ქვეყნის განძია და მონაპოვარია, ეს არის კაცობრიობის მონაპოვარი. თუმცა ჩამოვიდა ჯგუფი ჩვენი აქ და გავაანალიზეთ თუ რა შეცდომები იქნა დაშვებული წინა წლებში, მაგრამ ეხლა უკვე კრიტიკა თუ რა და როგორ გაკეთდა, მიგვაჩნია უფრო დროის ხარჯვა. გავუზიარეთ ასე ვთქვათ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები იუნესკოს ხელმძღვანელობას. იმედი გვაქვს რომ ჩვენ სამომავლო ნომინაციასაც, გელათის ნომინაციას, რომელიც მოწოდებულია ჩაანაცვლოს გელათ ბაგრატის ნომინაცია, იმედია რომ მომავალში დადებითი შეხვედრაზე განვიხილეთ გელათისა და ბაგრატის ნომინაციის საკითხი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. ასევე გავეცანი ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, რომელიც კარგად წარმოადგენს საკითხს და აქამდე მიღწეულ შედეგს. მოსამზადებელია მხოლოდ მცირე შესწორებები, რის შესრულებაც სრულიად შესაძლებელია იანვრის ბოლომდე.